მოგესალმებით, ესე იგი, ახლა გადავიღებთ ლოკაცია ნომერ 7 განახლებული, რაც გვაქვს. ესე იგი, ეზოდან გამოსვლისას ვთავთ მარცხენა ციმციმას, მარცხენა მომავალ სატრანსპორტო საშუალებას ვატარებთ და შემდეგ ვიწყებთ მოძრაობას. შევდივართ წრიულ მოძრაობაზე. მარცხენა ციმციმათი პირდაპირ ჩასვლა არ შეიძლება. და აქ უკვე ვთავთ მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 50-იანი გზა გვაქვს, როგორც ავხსენეთ, ესე იგი 40-45 კმ/სთ შეგვიძლია მოძრაობა. რადგან ერთი სამოძრაო ზოლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანევრის დროს ციმციმა ან სარკეში გახედვა არ უჭირდება, 300 მეტრში მოვახდენთ რეაგირებას. არანაირ მანევრსაც 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. სარკეები ხშირად უნდა ვაკონტროლოთ, ასევე სარკეებში გახედვა უნდა იყოს თავის შეტრიალებით. გავიხედები სარკეში, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, გადმოვალ მარჯვენა ზოლში, ზოლს მივახლოვდები, გამოვთავ ციმციმას. ერთი ციმციმათი ორი მანევრის გაკეთება არ შეიძლება. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მალეზე ისევე ჩავრთავ ციმციმას, აქ მაქვს მე დათმობის ვალდებულება, მაგრამ გაჩერების აუცილებლობა არა, ერთი გახედვით გავიხედები მარცხნივ, თავსიო შევდივარ ეგრევე ჩემი აჩქარების ზოლში. ვიწყებ აჩქარებას, ვთავ მარცხენა ციმციმას, ვიხედები სარკეში, ვიხედები გვერდით, თუ არავინ არ მოდის. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. აჩქარების ზოლში შეგვიძლია გავჩერდეთ კიდევაც, თუ ჩვენი გადასვლით იქნება საავარიო სიტუაცია, აჩქარების ზოლში გავჩერდებით, ოღონდ აუცილებელია, რომ დავიტოვოთ წინ ისეთი მანძილი, როგორ იყოს ასაჩქარებლად და შემდეგ შემოვერთდეთ მთავარ გზას. 70-იანი გზა გვაქვს, 60-65 კმ. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ჩასახვევში ხშირად გვხვდება ხოლმე დაბკოლებები, გვერდის არიდებას არ ვანხორციელებთ. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. აუცილებლად ველოდებით ზოლი განთავისუფლდეს და შემდეგ დავიწყოთ მოძრაობა. როგორც ვახსენეთ, აქ ზოლი გვეკარგება ჩვენ შესაბამისად. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. მარცხნივ გადაწევას არ ვანხორციელებთ, მოძრაობთ ისე როგორც ვიქნებით ზოლში. აქ წინ გვხვდება მარჯვნივ ნიშანი, პირდაპირ და მარცხნივ მოახვევის და მაგნიშნამდე მივიდეთ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. მაგნიშნამდე აუცილებლად უნდა მივიდეთ პირდაპირ, ჩავრთავ მალეზე ციმციმას, ნიშანს რომ მივახვევდები, ცოტა შევნელდები, ნიშანს ოდნავ გავწდებით, თორე სარკეში გახედვით დავიწყებ მოხვევას. შემოდივარ ეგრევე მარცხენა ზოლში. აქ უსაფრთხოების კუნძული არ უნდა გადავკეთოთ არავითარ შემთხვევაში. ეგრევე ჩაჭრა არის. 50-იანი ზღვარი გვაქვს ქალაქში, როგორც კი შემოვართ 40-45 კმ/სთ. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კომპიუტერმა მითითება მოგცა პირდაპირ მოძრაობის, შესაბამისად მარჯვენა ზოლი თუ თავისუფალია, გავიხედები სარკეში, ჩავთავ ციმციმას და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. 4-ვე საბურავით, როდესაც ჩავდგები ზოლში, მერე გავჩავ ციმციმას. გვაქვს 30-იანი ზღვარი, აუცილებლად ჩამოვაცელთ 30-ს, როდესაც გავწდებით ქვეით გადასასვლელის გზაჯვარედის, ისევ გვაქვს 50-იანი ზღვარი და დავიწყებთ აჩქარებას. წინ ვატყობთ, რომ გვაქვს დაბკოლება, გავიხედებით სარკეში, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას და ვიწყებთ მარცხენა ზოლში გადასვლას. ჩავდგები 4-ვე საბურავით, გამოვთავ ციმციმას და მოძრაობ პირდაპირ.
ზღვარი, მაგრამ ასევე დამატებული არის, რომ ხელოვნური უსწორმასწორობა გვაქვს წინ, ანუ ამაღლებული ქვეითა გადასასვლელი, შევნელდებით ლურჯი ფონი ნიშნავს, რომ ყოველთვის იქვეა ეს გადასასვლელი და აუცილებლად დაბალი სიჩქარით უნდა გადავიაროთ. შემდეგ ისე 50-იანი ზღვარი გვხვდება და დავიწყოთ აჩქარებას. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. მარცხენა ზოლში სადაც ვიმყოფებით, შესაბამისად დაველოდებით მითითებას მხოლოდ მალეს და მალეზე ჩავრთავთ სიმციმას. ქვეითა გადასასვლელებზე ყოველთვის გამოვიხედოთ, რათა ქვეითები უკეთესად ვაკონტროლოთ და როდესაც ქვეითს ატარებ, აუცილებლად თვალი უნდა გადაავლო, რათა მეორე შეიძლება ისე უცებ შემოვიდეს, რომ ვერ დავაფიქსიროთ. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. თავთ მარცხენა სიმციმას, აქ ერთი გახედვა მარჯვნივაც გავიხედებით და შემდეგ მარცხნივ გვაქვს მოცემული ორი უსაფრთხოების კუნძული, რომელშიც უნდა ჩავედიოთ და ზოლები არ უნდა გადავკვეთოთ. შემოვდივართ მარცხენა ზოლის. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ჯერ მარჯვენა ზოლში დაბრკოლებები გვაქვს, ვერ ვიკავებთ, როგორც კი განთავისუფლდება, დავიკავებთ მარჯვენა ზოლს. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ჩავთავთ სიმციმას, გავიხედები სარკეში გადმოვალ, ოღონდ აუცილებლად გამორთავთ სიმციმას და შემდეგ ჩავთავ ისევე. გავიხედები ჯერ აქ ერთი გახედვა მარცხნივ, შემდეგ დათმობას, როდესაც მიუახლოვდები უკვე ხრით გადავიწევი, კარგად შევძრელდები და გავიხედები, არავინ არ მოდის და ვიწყებ მარჯვენა ზოლით შესვლას. 50-იანი ზღვარი, 40-45-ით მოძრაობთ. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ხუთას მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვენა ზოლში მოძრაობთ, შესაბამისად დაველოდებით მხოლოდ მითითებას მალეს და მალეზე ჩავრთავთ სიმციმას. ესე იგი, მე-7 და მე-8 ლოკაცია ორივე აქ მარჯვნივ უხვევდა. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ძველ რუსთავში მე-7 და მე-8 ლოკაცია ერთ და იგივე მონაკვეთში მოძრაობს, ანუ სხვაობა არ არის. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ჩავთებთ მარჯვენა სიმციმა. აქ მარჯვნივ ველობილი გია და ეგ არ უნდა გადავკვეთოთ. ვიწყებთ მარჯვენა ზოლით შესვლას. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ჩამოვალთ აქ მაქსიმალურ კუთხეს შევქმნით. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. თავ მარცხენა სიმციმას ვიხედები სარკეში, მაგრამ აქ საკმაოდ განიერი ზოლი, ამიტომ ვერზე გახედოთ უკეთესი ვარიანტია, რომ თავისუფლად და დარწმუნებით გადავიდე მარცხენა ზოლში. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. თავის სიმციმას პირდაპირ წამოსვლელი თუ მეყოლება ვატარებ და შემდეგ ვიწყებ შესვლას. ეს გზა არის სამხრივი, შესაბამისად შეგვიძლია რომ შევიდეთ მარცხენა ზოლში. მარჯვნივ სადაც ყოველთვის დაბრკოლებები გვაქვს თითქმის. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ისე გავჩერდები რომ შეგეშანს ვხედავდე თავისუფლად, სადაც დეკხაზი არ აქვს გავლებული. ესე იგი, ამ გზაჯვარედინზე ოღონდ მე-8 ლოკაცია მიდის მარცხნივ, მე-7 მიდის პირდაპირ. წინ ისე სამხრივ მოძრაობიანი გზის ნიშანი მაქვს, შესაბამისად ვრჩები მარცხენა ზოლში. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. თავთ მარცხენა სიმციმას მალეზე. დათმობის ვალდებულება გვაქვს, როგორც თქვით, აქ ყველა უნდა გავატაროთ აბსოლუტურად.
კითებს გავაკონტროლებთ, შემდეგ გამოვიხედებით. აქ გვაქვს ჩვენ ცალმხრივის ნიშანი და შევდივართ მარცხენა ზოლში. აუცილებელი აკონტროლოთ ნიშნები, რათა ნებისმიერ გზაზე მოძრაობა გაგიმარტივდეთ. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ნიშნები გზაზე მოძრაობისას უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. უნდა აკონტროლო ქვეითები, სარკეები, ყველაფრის კონტროლი გვჭირდება აუცილებლად და დაძაბულ ფონზე ჩვენ კონტროლი გაგვიჭირდება, ამიტომ აუცილებელია, რომ ემოციური ფონი გავაკონტროლოთ, რათა ეს ყურადღება გამოვიჩინოთ გზაზე მოძრაობისას. აქ მხოლოდ მალეზე ვიცვლით ზოლს, იმიტომ რომ მარჯვნივ სულ დაბრკოლებები გვხდება თითქმის ყოველთვის. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მალეზე გავსწორდები, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, გავიხედებ სარკეში, უწყვეტ ზოლს გადავწდები, მაგრამ ამას აუცილებლად გავახმოვანებ. დათმობა მაქვს, გავიხედები მარცხნივ და თუ ზოლი თავისუფალია, დავიწყებ მარჯვენა ზოლით შესვლას. ხუთას მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. 500-დან 300 მეტრის მანძილში ვიკავებთ იმ ზოლს, საიდანაც გვეუბნება კომპიუტერი მოხვევას. კონკრეტულად 500 მეტრში, ზუსტად 500 მეტრში აუცილებელი არ არის ზოლის ცვლილება. 300 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. მალე წრიულიდან მარცხნივ და პირდაპირ. თავთ მარცხენა ციმციმას. თუ გვეუბნება მარცხნივ და მარცხნივ, ამ შემთხვევაში ვდგებით პირველში, თუ მარცხნივ და პირდაპირ ვდგებით მეორეში. აქ ცოტა ცერათაც შეგიძლიათ შემოსვლა, რადგან ამ ქვეითა გადასასვლელამდე არის წყვეტილი და შემდეგ იწყება უწყვეტი. დათმობის ვალდებულება გვაქვს, მარჯვნიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას ვატარებთ და წრიულამდე რა ზოლითაც მოძრაობდით, ვიწყებთ ისევ იმ ზოლით შესვლას. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარცხენა ზოლი. გვეიც გავატარებთ. აქ მარჯვენა ზოლში არ გადავდივართ, მარცხენა ზოლიდან ვიწყებთ შეხვევას, რათა მარჯვნივ სულ დაბრკოლებები გვაქვს და ნიშნებიც მიგვიდიდებს, რომ მარცხნივ მოხვევა არ შეიძლება. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ორივე ზოლი მიდის მხოლოდ მარჯვნივ. თავთ მარჯვენა ციმციმას. გავიხედებით მარცხნივ და ისევ მარცხენა ზოლში ჩავდგებით. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ქვეითა გადასასვლელებზე გამოვიხედებით ქვეითები, რომ გავაკონტროლოთ. არ უნდა იჩქაროთ ყურადღებით, დაკვირვებით და მთავარი ადამიანს კონდეს შეითავის რწმენა, რომ მე ამას შეუძლებდა გამომივა და აუცილებლად შეძლებდა გამოგივათ ყველას. ამაღლებული ქვეითა გადასასვლელის ნიშანი მქონდა, დაბალი სიჩქარით გადავალ. მე ისე 50-იანი ზღვარი გავზრდი სიჩქარის. მარჯვენა ზოლი როგორც კი გამითავისუფლდება, დავიკავებ მარჯვენა ზოლს.
რაც უფრო სიჩქარე იზრდება, დისტანციაც მით უფრო უნდა გაიზარდოს მომავალ მანქანას შორის. კვეთრი გაჩერების შემთხვევაში ჩვენ კვეთრი ფრთოთ გაჩერება შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვიწიოს კვეთრი გაჩერება. ხუთას მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მოსახვევთან ზოლის ცვლილებას არ განვახორციელებ, როგორც გავუცდები, გავიღეთები სარკეში, ჩავტოვცემ ციმას და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. ეს დროს უკეთესი იქნება თუ გადაუძრებთ და ისე 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარცხენა გამყოფ ზოლთან ვიმოძრავებთ ახლოში. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. თავთ მარცხენა ციმციმას დათმობას, როდესაც მიუახლოვდები, კარგად გადავიწევი წინა თელდანით, შევტრიალდები, არავინ არ მოდის, გავიხედები სარკეში, რომ ჩემს უკან მომავალი არ მოსწრებდეს და შევდივარ ზოლში. როგორც კი ჩავდგები, გავთიშავ ციმციმას. აქ უკვე 70-იანი გზა გვაქვს მოცემული და 60-65 კმ/სთ ჭრით მოძრავებთ. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ამოსახვევთან სიფრთხილეს გამოვიჩენთ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში დისტანცია აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ მიმავალ მანქანას შორის. იანი ზღვარი 200 მეტრი სანამ მაგისტრალზე შევალთ. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. მოძრაობას გვიფერხებს, ამიტომ გავაკეთებთ გასწრებას. გავიხედები მარჯვენა სარკეში ჩავთავცემ ციმას და შემდეგ გადმოვიდეთ. სრულად როდესაც გამომიჩნდება სარკეში, შემდეგ ვიწყებთ გადმოსვლასა და მალევე ჩადგომა არ მომწიოს ზოლში.
გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. Სამას მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. შეცდომა არის ეგრევე ჩაჭრა ამ სუბუქ შეცდომების შეგვეძლება ციმციმის არასწორი ჩართვა დიდხანს ჩართვა ყველა ყველაფერი საავარო სიტუაცია არ უნდა მოყვას სიჩქარის წამიერად გადაჭარბება მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვენა ციმციმას ვიხედები ხარზე ვიხედები მინიმუმ ორჯერ სარკეში ვიწყებ შემოსვლას შემსვლელ ზოლებთან ისრებთან და ვიწყებ შენელებას როგორც კი შემოვალ. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აქ ვიყენებთ მარცხენა ციმციმას, ტოპთან გავჩერდებით. ვხდავთ მარცხენას. გავიხედები 1 2 3 4 წამი გავჩერდი, არავინ არ მოდის და ვიწყებ მოძრაობას. ვხდები და როგორც კი დავიწყებ 60-65-მდე აუცილებლად უნდა გავზარდოთ სიჩქარე. სიჩქარის გაზრდა არ უნდა იყოს უხეში, ზომიერების ფარგლებში შვიდად უნდა გაიზარდოს სიჩქარე. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. აჩქარების ნახევრამდე გამოვიყენებთ და შემდეგ დავიწყებთ შესვლას. მაგისტრალზე ვეცადოთ რომ მაინც გასწრება არ განვახორციელოთ, თუ ზედმეტად მოძრაობას 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. თუ ზედმეტად მოძრაობას არაფერი ხებს წინ მომავალი მანქანა, რადგან მაგისტრალი ჩქაროს ნული გზაა, შესაბამისად გასწრებაც საკმაოდ სახიფათოა. ძალიან დიდი ყურადღება გჭირდება გასწრების დროს. ეს არის 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ჯერ არის შემომსვლელი ზოლი მაგისტრალზე, მაგისტრალიდან გამსვლელი ზოლი რო დაიწყება, უკვე ჩავთავ ციმციმას, გავიხედები სარკეში და ვიწყებ შესვლას შემნელებელ ზოლში. როგორც კი შევალ, უკვე 50-იანი ზღვარი მაქვს. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მალეზე ისევ ჩავთავთ მარჯვენა ციმციმას.
500 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. აქ შუაში შეგვიძლია რომ ვიმოძრაოთ, წინ უკვე ჩემთვის ის არის დაბრკოლება შესაბამისად 300 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. სარკეში გახდით ციმციმათი ავარიდებ გვერდს, ან ზოლს როდესაც უმნიშვნელოთ უკვე თავსიტყვაზე, მარჯვენა ციმციმა აღარ არის საჭირო გავიადები სარკეში მარჯვენაში და ოდნავ მოვიწევი. მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. დავთ მალეზე ციმციმას. მარჯვენა შლაგბაუმიდან თუ უკვე გამოდის ვატარებთ. თქვენ ხართ ფინიშთან. ზევიდან ჩამოსვლელი ჩვენ გვიტყვის აქვთ